Habe bir marfa çiçeğim konuda zamçuda ez zamitsra akez marjona ფერზე გადმოვიდა. იდაცხრა მე სა ამაღლება სულთმოქმედებს. ახლა მარხვა დაიწყო და სამიტაკა. საკუთრებაში რო ვიყავე და ჯერ საკუთრებაში მოხდი მე არა ჩემინები და არამედ იყო უფლისნება მაგრამ უფლისნებას მამა იოაკიმის სურვილი დაემთხვა მამა იოაკიმა ასათიანი იყო იმპერიაში არქიმანდრიტი და წინამძღვარი სვეტიცხოვლისა და ერთხელაც მინდოდა რომ ეს მოსახსენებელი მიმეწოდებინა საკუთრებაში და რო დამინახა მამა იოაკიმ შემოდი გლახავი და შევედი იძღა იყო და იქიდან აღარ გამომიშვა მამა იოაკიმ და ვიყავი საკუთრებაში მე დამიძახე ერთი დღეს იყო და მითხრა რომ
ეხლა მე შენ მოგცემო ფულსო და სტიქარი უნდა შეიკერო და ადიო დედათა მონასტერშიო და დედა თეოდორეო ვეღარ დადიოდა ორი ყავარჯინით დადიოდა უკვე სანდაზმული იყო და უჭირდა სიარული ფეხები აწқа თქიოდა და დედა თეოდორა მადლით შემიკერა მამა ევკენამ ეს სტიქარი მამა ევკენამ და თეოდორა შემიკერა მაგრამ მე ვიძახე რომ მამა ევკენამ შემიკერა იმიტომ რომ მან მომცა ამ შესაბამისის ნაჭრის ფული ხოლო დედა თეოდორამ ძალიან დიდი სიყვარულით და დიდი მიმიღო უყვარდი დედა თეოდორას და აი დავჭირდება დიდხანს საუბრობდით ხოლმე ჩემი პატარა ანგელოზი მამა ივაკიმე ეუბნებოდა ასე და ყავდა სულ თავის გვერდზე საკურთხეველში ხოლო ჩემ მორჩილობა დაიწყო მეოთხე საძებოსთან და ამ სულერად დიდ ადამიანთან სულერად თავმდაბლობით არ ჩემთვის ყველაზე გამორჩეულ ადამიანთან და მე მადლობას წირა უფალს რომ ამის ღირსი გამხადა რომ მე ის განკეული წლები მეოთხე საძებოსთან გავატარებ თითქმის ყოველ დღე დილიდან ღამემდე ერთად ვიყავით ერთად დავდიოდით ერთად ამის საბას ხდებოდა მეოთხე წასვლა მე მის გვერდით ვიყავით ყოველ წუთში და ყოველ კანკეთში და კიდევ ერთხელ მადლობას ვწირა უფალს როდესაც შევდიოდი მასთან ოჯახში სახში რომ შევიდოდი სანამ შევიდოდი კაცო გააღებდა მე უკვე გამიგებდა ასე მეუნეოდა ხოლმე რომ სანამ შემოხვალო ჯვარი გადასახი ათაურობასო ჯვარ გადამასახინებდა ხოლმე მე მეწოდა 4 ჯერ გადამსახე მე ჯვარიო მე ბავშვებს ეთყოდა მიდი და გლახესაგან კურთხევა აიღეთ მე ვინ ვიყავი ჯერ მაშინ არავინ არ ვიყავი დახეულ ტანსაცმელს დავდიოდი მარტო მაგრამ ისე უყვარდი მეუღლეს თავის შვილებიდან რა ვიცი და აი ძმობიდან არ მარჩევდა რა ფაქტიურად საერთოდ იყო ჩვენი ძმობა აი ამითი დადიოდა აი და როგორ არა ეშინია ღმერთის შეხედია ბაბები გაძვრებია შენ მოძღვარი მეუნეოდა ხოლმე უკვე 95 წლებში რომ ეხლა ავიდეთ ეპისკოპოსთან უნდა წაგიყვანო და უნდა გაკურთხოთ შენ უნდა მე უთხარი რომ არ მინდა მეთქი გძლობა მეთქი მამა დავით მეთქი რა ჯიშკარია მამა დავით ჯიშკარია და მამა დავით მაინც თავისას ცდილობდა ხოლმე როგორმე რამენაა და მე ბოლო რო უარი უთხარი უკვე აღარ შემაწუხა ასე მოხდა მე მეოთხე საძებოსთან ძალიან უნდოდა მეოთხე საძებოს ჩემი კურთხევა და რატომაც სულ უარზე ვიყავ და ჩვენებული მამა ჩემ ეუნეოდა რამდენიმე ჯერთან მეოთხეს იმას უნდოდა ძალიან რომ მე ვეკურთხებინა უდალადა ათო მამაშენ და შესო ასე ძალიან უნდაო კურთხევა შენიო და შენო რატომ არ გინდაო და არ ვიცი მე არ მინდა მეოთხე მეთქი არა მაქსურელი გლობისთან ასე მირჩევნია მე ცხოვრება სოფელში ვარ კავდგომატყია და ბიძასთან მივდივარ და გარეთ ორი მოხუცებული იჯდა და დამიძახეს აბა მოდი ჩვენთან ლიზიკო მივედი და რა ხდებაო სულ დაღონებულიო სულ აი ისე ხარო აღარც ხალისი აღარცაო და რა ხდებაო მითხარიო შვილო მე რაო ის თუ მოგიკვდაო განახეს რო ფოთელი გამოუვაო ყველა რჩებაო ზოგი ჩამოცვივაო და ზოგი ზედარჩება ხესო ასე ვართ ჩვენცო ზოგი ადრე გადისო ზოგი გვიან უფალს როგორც უნდაო და მე მითხრა თუ დამიჯერებო ბავშვი რო გეყოლებაო გთხოვო რომ ახლები სამშობიაროში იქნება თუ სახშიო ახლები არ ჩააცვა იმ პირველ დღესვეო ჩააცვი მონათხოვარიო აი ნაცვამიო ვიღაცას ექნება ბავშვისაო დარჩენილიო შენახულიო და აი გამოართვი და ჩააცვი პირველვე დღესო ნახმარებიო სხვისი ნაცვამიო და
თუ დამიჯერებო კიდევო სახელი დაარქვიო გლახაო. ამას სხვა სახელი არ დაგნა ამჯერად შემოვიდა. ნუ ეხლა საყურისებ გავიყარე ყურში, მაგრამ ეს რომ მეყოლა რომ ის იმ ბავშვის სახელი არ დაკარგულიყო ჩემს სახლში, კი გლახა, კი დავარქვით გლახა, მაგრამ ვერ ვეძახდით სახელად გლახას, ვეძახდით ბადრის, იმ ბავშვის სახელს. და პირველად კი დავარქვით გლახა უწოდე, მაგრამ ვეძახდით სახლში შინაურების რომ ბადრის. მე აღდგომა დღეს ისე წავედით უფლის ციხეში, ჩემს სოფელში. აღდგომა დღე იყო, დღეობა იყო იქა და ავედით ტაძარში ვავედით უფალი. მე საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო და რა იყო. აი ჯვარზე რომ გაკრული იყო, მე ის პიროვნება არ ვიცოდი, მარტო ვიცოდი რომ ღმერთი არსებობდა, ღმერთი იყო და ვიწერდით სულ პირჯვარს და ვადიდებდი ღმერთს. უფალი ჩემი პირიდან არ ამოსულა. რო ავედით ეკლესიაში შევედი, გიორგი, ეს ბავშვი 5 თვისაა უკვე მონათლული. გადავიწვინე კლავზე. აბსოლუტურად ამ დებილმა და უვიცმა კალმა. გადავიწვინე ხელზე და ვეუბნები. უფალო, შენ მე მაჩუქე. მე შენ გჩუქნი. გამიზარდე ჯანმრთელი, ბედნიერი, თეთრი წვერით დამიბერე. იყო შენი ერთგული მლოცველი, თაყვანის მცემელი და მადიდებელი. და წლისა რომ გამიხდება, ამოვიყვა აქ და თმას აქ შევკრეჭა. მართლაც წლისა რომ გახდა ავიყვანე და შევაჭერი თმა და სუფთა ქაღალდში გავახვიე და დავტოვე εκლესიაში, წმინდა გიორგის ტაძარში. აი იმის მე რა ვიცი, შენ ხომ გულთამხილავი ხარ და იცი უფალო, როცა მე შენ გაჩუქე, იქ იყავი, შენც და წმინდა გიორგის და ყველა წმინდანები, როცა მე სულით და გულით გაჩუქე უფალო და მისდევს აგე 57 წლის კაცია უფლის გზას. ვერავინ ვერ ათქმეინებს იმას და სულ იმას აყვირის. უფალი და სამშობლო. იმ დღიდან ეს გაიზარდა და სულ ღმერთო და ჩემ ძმისშვილები და სკოლაშიც კიდე დასცინოდნენ. აბა გვაჩვენ, აბა დავანახვე ღმერთიო, სად არისო, ვინ არისო, ამას დასცინოდნენ ხოლმე. ასე წამოვიდა, მე კუთხე გაიკეთა, მაღლა ეხლასაც სამლოცველო გვაქვს. ხო და იქ იდგა სულ ლოცულობდა, ხატები დააბრძანა რამე და იწვა პოლზე. ედო აგური, ის ისევ და ფანერკა და ფანერკაზე იწვა და ხოლმე ხალიჩა მქონდა, ეხლაც ამაკი და ის ხალიჩა, იმ ხალიჩაზე იწვა, არც ნალი, არც ბალიში, არც საბანი, არაფერი. იმ ფანერკაზე ედო თავი. და იწვა ისე. ასე გაატარა ცხოვრება. რუსთავში ვიყავით მსახურებაზე და იქ მერე ჩვენ მეუფე ათანასე მოგცა კურთხევა, რომ იქ იყო საბავშვო ბაღის შენობა და სამლოცველო გააკეთეთ 19 მიკრორაიონში. და ჩვენი გავაკეთეთ სამლოცველო, სხვათა შორის ძალიან კარგი სამლოცველო
გამოგვივიდა თავის საკურთხეველი, თავისი დიდი დარბაზები იყო იქ და მრევლი ძალიან ბევრი იყო, მოდიოდა ხოლმე. და იქ მოხდა ჩემი კურთხევა და სხვათა შორის მე უფალს თხოვე, უფალო მეთქი, ამდენს უარს რომ ვამბობ მეთქი. თუ არის შენი ნება მეთქი, აღსრულდეს შენი ნება მეთქი. მხოლოდ არა დიდებულ ტაძრებში, არამედ უბრალოდ სამლოცველოში მოხდეს ჩემი კურთხევა მეთქი. და ისე კეთილად აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ისე უბრალოდ მოხდა მართლა ჩემი კურთხევა. მე რო გლახა არ ვაკურთხო, ეხლა ანგელოზი დამსჯისო. ასე რომ დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. მამა გიორგი ბასილაძე, უყვარდა კიდე მამა გლახა. მე დღეს მიმედი 20 წელში და მამა გიორგი მოხდა, მამა გლახა ბლათ აკურთხენ. ესე გამოხედოთ. აბა ვერ უნდა აკურთხო ბლათ. მაგის ერთი სიტყვაო, მაგათ ყველას ნათქვა მჯობიაო. 20 კაცი მაგნაერი, 20 სასულიერო პირ და გარწყინებულია საქართველოს. ფამავლადე იყვირა. მედი რა თქოს. მამა გიორგი ასარ მოადგენდა, მასა მიწის ხალხმა იცის და იმის ეთინდა თქვენი სიტყვა მნიშვნელოვანია. Sovetagan man თავისუფლებელო დაგლახაგთა ხელი საღამყრობელო სნეულს ამკურნალო და მებედაუძლებელო წინამბრძოლო ღვაწლით შემოსილო წმიდა ოდიდო მოწამეო გიორგი ევედრე ქრისტეს აღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვი ტყვეთაგან მან თავისუფლებელო დაგლახაგთა ხელი საღამყრობელო სნეულს ამკურნალო და მებედაუძლებელო წინამბრძოლო ღვაწლით შემოსილო წმიდა ოდიდო მოწამეო გიორგი ევედრე ქრისტეს აღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვი ეს საქართველოს კიდეც მიდდა მოწამეობრივში წმინდა გიორგი სულიერ დიდგორში შეგვეწეთ და გიორგოს მეფე დავწვი ებაშენ უფალდარ დიდა მოწამე მოსი გიორგი აი აბერებო გონი ჩემი აზრი ასეთია რომ მე არ ვეტანხმები იმას რომ ახალგაზრდა ბიჭებს ახალგაზრდა ვაჟებს ასე მალე ასე პატარებს აღკვეცავენ ხოლმე ბერებად იმიტომ რომ მასში გამოცდილებაც არ აქვს ცხოვრებისა არანაირი და ის რომ მან მორჩილებაში უნდა გაიაროს მორჩილება ისწავლოს სიმდაბლისკენ დაიხაროს და ასე შემდეგობი გავიწევს თავის სულიერ ცხოვრება უფლის სადიდებლად და აქ დარჩენილი ადამიანებისათვის ლოცვაში გაატაროს ძელი ცხოვრება. აი ეს არის რომ ადამიანები ამას რა ვიცი მეტნაკლებად ვერ იგებენ ხოლმე წინათ რომ არ არსებობდა ესეთი რამ რომ ესეთი პატარა თუ მართლა რაღაც გამორჩეული არ იყო და ეს ერთეულები იყვნენ ასეთები რომ პატარებს აღკვეცავდნენ ხოლმე ბერებად უკვე მაგრამ ასე სისტემატურად ახალგაზრდების ბერებად აღკვეცეს რაღაც ჩემს მიუღებელია, პირადად ჩემს არის მიუღებელი.
და ბერობას რაც შეეხება კიდევ ბერობას, სელის უდესი მადლი უფლისაგან მონიჭებული ადამიანს თუ იგი სწორად წარმართავს თავის ცხოვრებას, როგორც უფლის წინაშე, ასევე თავის სამშობლოს წინაშე. და ის ცხოვრობს უფლის საადებლად და სამშობლოს კეთილდღეობისათვის ილოცებს და მისი გადარჩენისა და გამთლიანებისათვის. საქმე საქართველოზე მაქვს საუბარი ფაქტიურად. ასე იყო და ბერები ყავდა ჩვენ რასაკვირველია და აი მამის უდესი მაგალითი არის თვითონ მამა გაბრიელი ბერობის უდესი მაგალითი ხო? რამე თუ მამა გაბრიელი ვერ შეიცნეს სიცოცხლეში ან კიდე შეიცნეს და არ უნდათ რამ თუ შურმა შეიპყრა ერიუსავლელი როგორც მფერდავითი ბრძანებს და მამა გაბრიელი რო შეიცნეს აი აქ მე მინდა წმინდა შემონახალე ღვთისმეტყველის სიტყვები თქვათ ვინც მთელი სიყვარულითა და სურვილით, მორჩილებით არ შეუერთდა და თავისი უახლოესი დროის წმინდანს, მისდამი დიდი უნდობლობის გამო ის ვერასოდეს ვერ შეუერთდება ადრინდელ წმინდანებსაც, თუნდაც გააჩნდეს დიდი რწმენა და სიყვარული ღმრთისა და ყველა წმინდანის მიმართ. ის იქნება მათგან განგდებული, ვინაიდან მორჩილებით არ იქნა და არ იქნება დამდგარიყო იმ ადგილზე. რომელიც ღმერთმა საუკუნეთა უწინ განუსაზღვრა მას და არ შეუერთდა თავისი უახლოესი დროის წმინდანს, რომელიც ღმერთმა მისთვის წინასწარ განსაზღვრა. დახსარებლისა და სალოსის მოძღვარი იყო უდესი წმინდანი წმინდა გიორგი მხეიძე და წმინდა გიორგი მხეიძე, წმინდა ალექსი შუშანია. სულით შეიმოსა. ანაბორ მასთან მონასტერში დაყო 3 წელი. ეს რას ნიშნავს უკვე? ეს ნიშნავს რომ მამა გაბრიელი იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი მაგალითი თითოეულ ჩვენგანისათვის და როდესაც ასეთ გზის წმინდა საქართველოსი არ ღებულობენ ადამიანები და მით უმეტეს სასულიერო პირები აი აქ არის მათთვის უკვე საჯელი განმზადებული პირდაპირ წერია თუ რა ელოდებოდათ და რა ელოდებათ ასეთ სასულიერო პირებს რომელიც თავის დროის წმინდანს ვერ შეიცნობს ბერი წმინდანიო, აი აქ წერს, ეგნატე ბრიანჭან წერს. საშინელი საქმეა იქის რომ ბერობის მოვალეობა, რომელიც მხოლოდ სული წმინდის ბრძანებით შეიძლება შესრულდეს. იმ დროს, როცა ურთიერთობა სატანასთან ჯერ არ დარღვეულა და ჭურჭელს სატანის ზემოქმედებით გამოწვეული შებილწვა არ შეუწყვეტია. ანუ უბნებლობისათვის არ მიუქცევია. საშინელება იგი როგორც საკუთარი თავისთვის ასევე მოყვარსთვისაც და დანაშაულებრივია ღმრთის წინაშე. ეს ყოველივე ღვთის გმობა. ესე იგი აქ წერა კიდევ ასეთი ბერის ჩხილებში წმინდანისა სახით თვითონ ღმერთია. კითხვა. ასეთი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ასკეტიკა ბერობას? პასუხი, რა თქმა უნდა, ბერის ესე იგი წმინდანის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა და დაუმახენჯებელი გადმოცემის მიხედვით ცხოვრება. როგორც სხეულს სიცოცხლე გადაეცემა თაობიდან თაობაში, ასევე გადაეცემა სულიერი ცხოვრებაც. ბერი გადმოცემის მატარებელია და მემკვიდრეა და მას თავის სულიერ შვილს აუწყებს და მას ქრისტეში შობს. ეხლა ბევრი რო არ გავაგრძელოთ ამაზე ბერობაზე საუბარი, ეს უკვე ის არის რომ თუ კი ადამიანი შეიცნობს უფალს და შეიცნობს თავისი დროის წმინდანს და თავისი მოძღვრის მორჩილებაში გაატარებს ცხოვრებას, ხო? მას რასაკვირველი მასთან აუცილებლად იქნება უფალი. რამე თუ მოით იწყება ყოველივე და მორჩილების გარეშე არაფერი არ იქნება. მორჩილების გარეშე მხოლოდ იღუპება ადამიანი. როგორც წერია წმინდა წერილში რომ ღმერთიო თამდაბალთო მადლს ანიჭებსო და ამ პარტავანთ კიდეს ჯისო. აი ეს არის და თუ თამდაბლობა და მორჩილება არ გააჩნია, ის უკვე ამ პარტავნებაში გადადის და უკვე მისთვის საჯელით განმზადებულია. რადგან ეს არის ამ პარტავნება არის სიკვდილის საშინელი მდგომარეობა უკვე. სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება უკვე ადამიანი. ამიტომ მე ვთხოვდი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ქვეყნიურ ცხოვრებას გაურბიან თითქოს და იქ პოვებენ ნუგეს, პირიქით თუ არ ხარ მზად,
იქ რომ გარბი ხარ, იქ უფრო საშინელებაა. იქ იწყებს ბოროტი უფრო გამძვინვარებულ ბრძოლას მასთან. და შეიძლება იქ საშინელებაც დაემართოს. ამიტომ ჯერ აქ უნდა მოემზადოს, ჯერ აქ უნდა ყავდეს მოძღვარი. გამოიწვევს το საქმე, რომ მომზადებული წავიდეს იქ მონასტერში. და წინათ როგორ იყო, სანამ არ დაოჯახებდა მშობელი შვილს, მით უმეტეს მამა. მას არ ჰქონდა უფლება ბერად წასულიყო და მიეტოვებინა თავის შვილები უპატრონოს ფაქტურად, ხო? მას ბავშვებს ჭირდება აღზრდა. გაზრდა კი არა, აღზრდა ჭირდებათ მას. როგორც სულიერი, ასე ფიზიკური და მოვლა პატრონობა და როდესაც მშობელი მიატოვებს შვილს და ის ფიქრობს თვითონ თავის სულზე, ეს არ არის. ან კიდე შვილები ტოვებენ მშობლებს ღმერთის ანაბარად და თვითონ გარბიან მონასტერში. ეს კიდე ცოდვაა კიდე ერთი. რამოდ გავიხსენებ ივანე ოქროპირის ცხოვრებიდან ერთ პატარა მაგალითს, თორსა ივანე ოქროპირის უნდა და წასვლა, ბერად აღკვეცა, დედამ უთხრა რომ შვილო, მეო, მამა რო ადრე როგორ დაგეცვალაო, იმის მერე მე გზრდი და შენზე ზრუნაო დღემდეო. ზრუნაო და ამასო, სანამ ცოცხალი ვარ, ნუ გადადგავ ამ ნაბის და მე როცა აღარ გეყოლებიო ამ ქვეყნათო, მაშინ წადიო. მაშინ აღისრულო შენი ნატორაო და შენი ოცნებაო. აი ეს არის რომ შვილებს ვალდებულება აქვს. ის ვალდებულება, რაც უფალმა დაარდა, რომ მშობლებს უნდა მოვლა პატრონობა და მით უმეტეს სიბერის ჟამს. და არა გაქცევა და მიტოვება. ეს ღალატია ფაქტიურად. ეს ღალატია. მშობელმა რომელსაც გაგზარდა, იზრუნა შენზე. როცა მას გაუჭირდა უკვე და აღარ აქვს თუნდაც შრომის თავი. და თავის მოვლის თავით შეიძლება აღარ აქვს. ამ დროს ტოვებ და მიდიხარ, საათ. როდესაც ავადმყოფიო სახში ყავსო და შენო თუნდაც წირვაზე გარბიხარო, დავადმყოფს უპატრონო ტოვებო. იცოდეო რომ საშინელ ცოდვას ჩადიხარო. რამეთო ავადმყოფის მოვლა ეს არის ყველაზე დიდი მსახურება ღმერთისაო. და როდესაც ავადმყოფს მიატოვებ და გაიქცევი სადმე, აბა უფალი როგორ შეეწევა იმას? გასაკვირველი არა. თუ შენ მშობელი არ გიყვარს, როგორ გიყვარება უფალი? სახარება შვამს უფალი. თუ შენო არ გიყვარსო, შენი ძმაო, რომელსაც ხედავ. როგორ შეიყვარებო ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავ? აი ეს არის ზუსტად ის, რომ შენ მშობელი არ გიყვარს საქმე და მის მოვლა პატრონობაზე ზრუნვა მოიშორე და გაიქეცი თავს უშველი სადღაცას. სად არის სიყვარული? განკარდა. დაიკარგა. სიყვარული ერთია, ხო, რაც პალეონა მშობლების მიმართ ვალდებულებას რომ პატივიეთ მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა დღეგრძელიყო და კეთილი გეყოს ქვეყანასა ზედაო. აი ამ ცნების აღსრულება ყველასათვის არის აუცილებელი და საჭირო. 20 წელია რაც ესე ფეხშველა დადის ასე შემოგლეჯილი დახეული და იმეთი. ეს აყი არ არის რომ აი მე თავდიდობა არ უყვარს და არ ვიცი, არ არის მოყვარული არაფრის ერთად-ერთი არის უფლისა და საქართველოს. ისაკერია პირზე. სამშობლო და უფალი. უფალი და სამშობლო. ამისთვის მეტი არაფერი არ არსებობს. წამოვიდა, სულ ღმერთი ეკერა პირზე, უფალო, ასე, ისე, დაიწყო უკვე 10 წლიდან იყო თუ 12-დან უკვე მარხვები. მაგრამ ასეთი მკაცრი მარხვები არა, როგორც ამან, ესე იგი 90 წლის, 11 წლის დროს დაიწყო მძიმე მარხვები. არც პურის ჭამა, არც წყალი. და მომაკვდავს აიგავდა. წლები არ დაუბანია და არის ასე ხო დაიწყეთ ურეცხავ ტანსაცმელს ახლა ისე ხო. სინამდვილეა, დიდება უფალო. რაც ვილაპარაკე უფალო, შეკავ უთამხილავი და იცი რომ ერთი სიტყვა ტყუილი არაფერი არ არის და მის ცხოვრებას მოყოლებენ რა ვიცი. სასულიერო პირი, მოვლენა ამ წუთის სოფელში, რომელსაც
მეორე ასეთი არ არსებობს. არც საქართველოში და არც თვალთახილვაში არავის არ უნახია დედამიწის სულს. ვერ აფასებენ, ვერ იტევებენ მამაოს სულიერებას. ზოგი რას მიეძმეოდება და ზოგი რას და ამ დროს უფლის სიტყვებია საქციელმა შენმა გამხირა და გამოგაჩინავა, ზუსტად ასეთია. მამაოს ღვაწლი. ზუსტად ასეთია და ამტკიცებს თავის მოქმედებით, თავის ცხოვრების წესს. ვერ აფასებენ სათანადოდ, არ აფასებენ. ზოგი შურით, ზოგი უვიცობით, ასენი. ქართველობას ჩემ ქართველ ერთ რამას ვუჩევ რომ უფალი შეიყვარო და სამშობლო შეიყვარო. რაც არის უპირატესი და უმთავრესი ჩვენი სულის გადარჩენისათვის. როგორც რაფაელ ერისთავს აქვს დაწერილი ლექსში სიტყვები სამშობლო შესულისა. სამშობლოს არ ვისწავართმევთ, ნურმი შეგვეცილება, თორემ ისე დღეს დავაყენოთ, რასაც კი გაეცინება. აი ამ შემართებით უნდა ერგეს ყოველი ქართველი და აი ესე უნდა ცხოვრობდეს. რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე. ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალე. და როგორც უფალი სამშობლოს ერთია ქვეყანაზე და აი ამ შემართებით, ამ სიყვარულით, ამ რწმენით უფლისა და სამშობლოს სიყვარულში უნდა გაატაროს ყოველმა ახალგაზრდამ, ყოველმა ჭაბამ, ყოველმა გოგონამ და ყოველმა ვაჟმა თავისი ცხოვრება. ჯელიკაბები გოგოებო. ჯელიკაბები. ან იქიდან მიდით და არა. ასე რომ სხვანაირად ცხოვრება შეუძლებელია და სულის გადარჩენა შეუძლებელია. თუ იგი უფალთან არ იქნება და არ იზრუნებს სამშობლოს გამთლიანებაზე, მის გადარჩენაზე, მის სულ გაფწყინებაზე, ეს არის ჩვენი მისია, რომელიც უფალმა დაგვაკისრა და ამ თვირთს ზიდვა უნდა. და ეს თვირთი რომ ზიდო, ამას სიყვარული ჭირდება, თავდადება და თავგანწირვა. სხვანაირად ჩვენ სამშობლოს ვერ გადავარჩენთ და ვერც გავამთლიანებთ და ვერც უფალს შევახვედრებთ, შევაგებებთ გაფწყინებულ საქართველოს. აი ეს მინდა ვთხოვო დიდი სიყვარულით ჩვენს ახალგაზრდობას. რომ იმაზე კი არ იზრუნონ და იფიქრონ რომ ვინ უნდა დაიცვან და იქ მამათმავლებისკენ რომ გარბიან და იმაში. პირიქით ამ სულ გახსნილ და გარყვნილ ადამიანებთან მათ დაცვას რა უნდა? ეს თავრობა იცავს მათ, რას იცავენ თვითონაც არ იციან. როდესაც ქვეყანას გაწმენდა ჭირდება, ისინი აბინძურებენ. ფაქტიურად აბინძურებენ. ისინიო ჩვენები არიანო. კი ვიტყოდ რომ ისინი ჩემები არ არიან. ისინი ეშმაკის ტაძრები არიან. გავიხსენებ რუის ურბნისის კრებიდან. იქ როგორ წერია პირდაპირ რომ გვეუბნება მართლმადიდებელ მამაკაცს აკრძალული აქვს წვალებელი ან არამართლმადიდებელი დედაკაცის შეერთვა ცოლად. ამრიგად განმოწესებთ რომ მართლმადიდებელი მამაკაციო მწვალებელ ან წარმართულ დედაკაცსო არ უნდა შეეუღლოსო და არც დედაკაცი მამაკაცსო. ვინაიდანო ყოველი მართლმადიდებელი ღმერთის ტაძარიაო, ხოლო ყოველი ბოროტად მადიდებელი და არამადიდებელი ეშმაკის ტაძარიაო. რა კავშირი აქვს ღმერთის ტაძარს კერპებთან და ბნელს ნათელთან? ამბობს სამღვთო მოციქული. ვინაიდან ამის ქმნას კიდევ გაბედოსვინეო, განკანონებული იქნესო პირველ თქმული კანონით. ეს იგი საჭიელი ძალზე დიდია. და როგორ შეიძლება ეშმაკის ტაძარი იყოს შენი და ფიქრობდე მასზე? ისინი ეშმაკისანი არიან. როგორც როდესაც ღმერთმა ორი დიდი ქალაქი სოდომი და გომორი დასწვა ცეცხლით, ამ დროს როცა ნივთიერი ცეცხლი მიწიდან ზეცისკენ აღემართება,
უფალმა ზეცი და ნაწვიმა ცეცხლი, გოგირდთან შერეული. დასწვა და გაანადგურა იქაურობა, გადაბუგა უფალმა ყველაფერი. და როგორ შეიძლება ის, თუ უფალზე გულმოწყალენი არიან ესენი, უფალზე მეტად უყვართ ადამიანები და უფალზე მეტი შემწყნარებლები არიან და კაცთმოყვარენი. ეს სირცხვილია, რასაც ისინი სჩადიან დღეს. აღლომებს ამართვინებენ. ბავშვები უნდა აღზარდონ. როგორ შეიძლება ამისთან უზნეო ადამიანმა ბავშვები აღზარდონ? თანაც შვილო გამოიყვანონ და იშვილონ ბავშვები და ისინი აღზარდონ. მსგავსი მსგავსეძებს და მსგავსი სათანა განისვენებს. ისინი ხო ბავშვებს თავისნაირებს აღზრდიან. რაზე უნდა იყოს იქ ლაპარაკი სხვა? როგორ შეიძლება სახარება ჩაუნს უფალი, რომ კეთილმა ხემო კეთილი ნაყოფი უნდა გამოიღოსო და ბოროტმა ხემ კიდე ბოროტიო. ესე იგი არ შეიძლება რომ კარგმა ხემ უვარგისი ნაყოფი გამოიღოს და ცუდმა ხემ კიდე კარგი ნაყოფი. კარგი ხე გამოიღოს კარგი ნაყოფს და ცუდი ხე გამოიღოს ცუდ ნაყოფს. ზუსტად ეს არის, ისინი ცუდი ხეები არიან. და მათგან სიკეთეს არ უნდა ელოდე. ხოლო გარყვნილებისკენ უბიძგებენ ისინი. რყვანიან ახალგაზრდობას. რომელ შემწყნარებლობაზეა ლაპარაკი? ამ ქვეყანას გაწმენდა ჭირდება, განწმენდა ჭირდება და არა დაბინძურება. გონსი ამოვიდნენ, როგორც ერის ადამიანები, ასევე სასულიერო პირები, რომლებიც გადახრილები არიან იქითკენ და ამისთან ადამიანებს ხარს უჭერენ. გონზე მოსვლა თორე უფლის რისხვა არ დააყოვნებს. დაგჯი, საშინელად დაგჯის უფალი. რამე თუ ეს ქვეყანა უფლის სამკვიდროა. და ყოველწლინა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ასეთი აღთქმა დაუდო უფალმა ყოველწლინა ღვთისმშობელს. ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელს ხო ერი იგი საზეპურო, უფრო ის ყოველთა ნათესავთა, მეო ხებითა შენითა მათთვისო. განირმების ჯოგია ზოგან არწივნი ქრია არის ასეთი ქვეყანა მას საქართველო ქვია რიგულადი ბურადი სომაღის კაცაქვია არის ასეთი ქვეყანა მას საქართველო ქვია ასე რომ დედაღვთისმშობელი გვიფარავს. ზვიად გამსახურდია სასელამაზა თავი დაწერილი თავის ესეებში და წერილებში. წიგნი ასეთი ზვიად გამსახურდია ესეები და წერილები. და იქ უწერია, როგორც იოანე ღვთისმეტყველიო არისო ძელიო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისაო, ასევეო ჩვენ ქართველები ვართო ძეობილებიო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისაო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შვილები ვართ დედაღვთისმშობლის. გამორჩეული შვილები ვართ. და ამას დაფასება ჭირდება, სიყვარული ჭირდება, ერთგულება, თავდადება და თავგანწირვა. აი ეს არის უპირველესი მოვალეობა ყოველი ქართველისა. როგორც მამაკაცების, ისე დედაკაცებისა. წინა დედა სამშობლოს უზრდიდა შვილს. და მოუღალატე შვილს. თუ იგი ომიდან გამოიქცეოდა, სახლის ზურგზე არ გადააბეჭებინებდა, შინაღარ შეუშვებდა. შენ ღმერთს და სამშობლოს უღალატეო, შენ ჩემი შვილი აღარ ახარო პირდაპირ ეუნაოდა. ამ დროს რა ხდება? თურმე ამისთან გარყვნილ და გახსნილ ადამიანები, თურმე უნდა შევიწყნაროთ და უნდა მოვეფეროთ. ხედავთ? სადამდე დავედით უკვე. ենდრეს ასეთი სიტყვები დამაწერენა, დავწერე უფრო. სულ გახსნილთა ცეცხლში მყრელსა, როგორ დაჯის ეშმაკებსა. ეს რატო დავწერე ეშმაკებსა მე? იმიტომ ისინი ეშმაკის ტაძრები არიან. მართლმადიდებელი ქრისტიანი ყოველ პირდაპირ წერია, რომ ტაძარია სულისა წმინდისა,
ღმერთის ტაძარია. ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ხოლო ყოველი ბოროტად მადიდებელი და არამადიდებელი უკვე ეშმაკის ტაძარია. მაშინ რა საერთოა ხო ამბობს ავტომოციკული. ღმერთის ტაძარს კერპებთან და ბრეს ნათელთან. რა კავშირი აქვს ქრისტეს ბელიართან? აი ესაა მთავარი. ამის შეცნობაა საჭირო. და არა ის რომ იყვირო. თორსა მე ვიყოლებ თავრობაში ურწმუნოებიც არიან სავსენი. და ისინი აბა რას გაიკეთებენ და რას გააკეთებენ დღეს. მე და ბოლოს აი ამ ლექსი დავამთავრო. ერთი თუ და ორი ლექსია პატარა. მალე დადგება ჟამის სიმშვიდის, ჩვენ დაგვიდგება ჟამის სიწმინდის და გაყიდული ჯვარცმული ერი იქნება ხსნელი ქვეყნიერების. ერს საზეპუროს უფლის რჩეულებს, უფლის წყალობა თანასდევს მუდამ, მათ კი იცოდნენ საქართველოდან, შერცხვენილები გაიქცნენ უნდა. ეს ის ადამიანები, ვინც სამშობლოს ღალატში უდევთ წილი, გააყიდეს საქართველო, გაასხვისეს, უცხოწომელები თაოსეს ეს ქვეყანა. ისინი არიან ის ადამიანები, რომლითაც ქართველი ერის გადაშენება უნდა. საქართველო ქართველების გარეშეო. ეს დიდი ხნის ნათქვამი სიტყვებია უკვე. ამიტომ დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. გაგვაძლიეროს ქართველი ერი გააძლიეროს და ახალგაზრდობა გაგვაძლიეროს და სულიერების გზაზე დაგვიყვანოს, რომ უფლისათვის სიცოცხლე და სიკვდილი შეგვაძლებინოს თავად უფალმოთ. ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია. ამისაც მხოლოდ ლოცვა და ვედრება უფლის წინაშე. რომ ლოცვა ვედრებით იქნებ შეისმინოს უფალმა და მოქმედოს მოწყალების თვალით. ერთი დღეც არის და მამაო ჩვენ მარშრუტკაში ჩაგვსვამდა მე და ჩემი მეუღლეს და თვითონ ფეხით წამოვიდოდა ხოლმე. ხო და მანამდე მამაო მოვიდო და ჩვენ ჩავდივართ კიბეებზე და მთელი ეს მრევლი ქალები, ვინც კარგად იყვნენ, ახლა მამაო ძალიან უყვარდა, ხო და დგანან და ველოდებიან ახლა რომ მივიდეთ და წინა დღეს ყოფილა დედაო სოხუმი და ხო და უთქვია რომ ხილვა მქონდაო აქო ფეხშველა მამაო რო დადის ახალგაზრდა ბიჭი რო დადისო ფეხშველაო კაციო იმან უნდა გადაარჩინოს საქართველო ჯერ არც ციკარი აი ჯერ ესე იგი არაფერი და ჩავდივართ ახლა კიბერზე და ეს მრევლი მოგროვილი დგას გველოდებიან და გამოგანდნენ ესენი ჩვენ რო არაფერი არ ვიცით რა და მამაო ფეხით მოდის ჩვენ უკვე მივედით შემოგვეხმდა ქვეყნა რა ბედნიერი მშობლები ხარ და რა კარგი შვილი გაგიზრდიათ და ეს და ახლა უსუპის მაინც ახლა ვინცაც უფრო კარგად იცნობდა ხო იმისი არ ერიდებოდა რომ ხოდა და კოცნე კაცი გაშტერებული იყო და ასაო დედაო იყო აქ ჩვენთანო და ასე გვითხრაო იქა დაგაო რომ თბილისი და რომ ფეხშველა ბიჭი დადისო იმან უნდა გადაარჩინოს საქართველო ეს როდის ჯერ ეს მოკლედ რაც იყო ჩვენთან დაკავშირებით, რაშიც არის ეჭვი ეპარებათ ვიღაცებს, იმ პიროვნებებს, თუნდაც იმ სასულიერო პირებს, ხო? იქნებ მიხვდნენ, იფიქრონ, დაფიქრდნენ ერთ რამეზე, რომ უფლის ნების გარეშე არაფერი არ ხდება და ერთი ღერცმა და ჩამოვარდება ადამიანის თავიდან. როგორც დანებს ფალს. ხან გინეკოლოგი იყო და ქალი შემოაკვდაო მშობიარობაზეო ხან რამდენი კაციო ორი კაციო შემოაკვდაო მოკლაო და კიდე რაღაცა რა
რა ვიცი 1000 რამეები და ეგო ტყვილაო აფერისტიაო ესეთიო ისეთიო რა ვიცი შვილო რა არ გახარდეს რა ვიცი შეუნდათ რაც მთავარია უფალმა იცის ეს დედის მუცელში უკვე დაბეჭდილი იყო ღვთისაგან განსაკუთრებული ღვაწლში მყოფი მამებს დევნიან და ავიწროებენ დღეს შურითა და ბოღმით გაადვილებული ცხოვრებას არიან უშო მამა გაბრიელის და მამა გიორგის სენაკში ჩაინიკში და ჭურჭელში წყალი იყინებოდა დღევანდელ უმეტესობას შეხედავ კელიებში ზიმალეტა და ვესტელის კონდიციონერები და ასეთი საკრავი უფუნების მოწყობი სადგომები ამ დროს ალექსის შუშანია ბერის შიონ გვიმელის დავით გარეჯელის ცხოვრების წესს არ ბაძავენ მას აბა ვისუდა მიბაძო გამოქვაბულში იყო ალექსი ბერი შუშანია 12 მეტრი სიმაღლეში ჭაში იდგა შიონ გვიმელი ცეცხლს ნაკურჩხალს იმაზე იდებდა და ისე აკმევდა ბედნიერია ის ვისაც სამშობლოსათვის უძგებს გულიო აი ასე უნდა უძგებდეს ყველა სამშობლოსათვის გულ და მე ყველაფერი კარგად იქნება და დიდი წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ხმალზე კიდე ასეთ სიტყვები წერია ეძიებდეს სიკვდილს ქრისტესათვის აი ეს ყოველივე არის იმის ნიშანი რომ თუ ჩვენ ქრისტესთვის სიკვდილს დავუწყებთ ძებნას მაშინ ყველაფერი კარგად იქნება უკვე ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ქვეყანას უფალი გადაგვირჩევს გადაგვარჩენინებს და კიდე ჩემი ანდერძი იქნება ასეთი რომ მერთო შენთვის სიცოცხლე და შენთვის სიკვდილი შემაძლებინა ჩემი სამშობლოსათვის სიცოცხლე და სიკვდილი შემაძლებინა და მოყვარსათვის სიცოცხლე და სიკვდილი შემაძლებინა ამას ხუბას მე სათხოვარ მე არაფერი მე ამ ჩილდება ხოლმე არაფერი აბსოლუტურად ფულდა დიდება მათი იყოს მე მხოლოდ უფლის სიყვარული მჭირდება და თქვა უფალს რომ აი ეს შემაძლებინოს სიყვარული თავდადება თავგარდება სიცოცხლე და სიკვდილი ღმერთსაც სამშობლოსათვის ჩემი ცხოვრების ეკლიან ბილიქს მე ჩემი რწმენით მიუყვები ღვთისკენ ჩემთან სატანა ვერას გახდება რადგან ღმერთია ჩემთან იცოდეთ გერავს რომ ღმერთი არ გამიმეტებს არ მიმატოს მე განსაცდელში რადგან ერთია ამ ქვეყნად ღმერთი ვინც სიყვარული მომცა ამ ქვეყნის ყველას არ ძალუც ეს სიყვარული რომელიც ღმერთმა მოგვცა კურთხევით რადგან მრავალთა შორის ძვირფასო მცირედი არის ღმერთის რჩეული ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეკლიან ბილიქს გავყვები ღვთისკენ რადგან სატანის მდიდრულ ცხოვრებას ღვთის სიყვარულში მიჯობს რომ მოვკვდე ლალე ლალე ტივლი და ლალე ჩემო ლამაზო სამშობლო შენ გიგენა სამშობლო შენ გიგენა ცვალე ლალე ლალე ტივლი და ლალე ჩემო ტკბილო საქართველო შენ გიგენა ცვალე ჩემო ტკბილო საქართველო შენ გიგენა ცვალე Lale
ჩემო ჯვარცმულო სამშობლო შენ გიგენა ცვალე ჩემო ჯვარცმულო სამშობლო შენ გიგენა ცვალე ლალე ლალე ტიბლი და ლალე ჩემო ლამაზო სამშობლო უკვე გაიხარე ჩემო ლამაზო სამშობლო უკვე გაიხარე ჩემო ლამაზო სამშობლო უკვე გაიხარე ჩემო სამშობლო შენზე ტკბილი ქვეყნა ვინ არის დედაღამო თითმშობლის წილხვედა ქვეყნა ხარკო თეულე უფლის სამკვიდრო გაფრწყინდები ქვეყნა დიდები დაშენს დიდებას ვერ დაჩრდილა სული ბოროტი წმინდა გიორგი თავის ლახვარ ჩასცემს კვლავ ურჩხულს და საქართველოს მოსილდება სული ბოროტი წმინდა გიორგი მფარველი და მცველი ამ ქვეყნის უფლის სამკვიდროს დაიფაროს ბასრი მოხდით მოსვლა შემოგვიანდება მოუთმენ ლადმელი გული დაგიღონდება და შეგეცვლება ფერი დადიხარ და იმას ფიქრობ ნეტავსად იქნება დავედრებით ჩუმად მიხმობ გენაცვალოს დედა დადიხარ და იმას ფიქრობ ნეტავსად იქნება დავედრებით ჩუმად მიხმობ გენაცვალოს დედა რამდენჯერ დაგათენდა ჩემს ლოდინში დედა თმაჭაღერა დაგითოვა დარდმათან რომ გждევდა შვილზე ფიქრი შვილზე ზრუნვა გაჩენილა შენთვის სუხარების ხარეცრემლის სვას მდინარეთ ერთვის